ვაკის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი ყვავილების შემკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. საფლავზე იმყოფებოდნენ ჟიული შარტავას ოჯახის წევრები. გადაიხადეს სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა გურამ გაბისკერია და რაულ ეშბარობრებაც ქალაქის დატოვებაზე უარი თქვეს მთავრობის სახლის წინ 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს. ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკლო დაიკარგა. დღესვე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა საქართველოს ეროვნული გმირების გურამ გაბისკერიას, გენო ადამიანს, მამი ალასანიასა და დევნილობაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის საფლავები ყვავილებით შემკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ვერაფერი დაგვავიწყებს გმირებს, რომლებიც არ შეუშინდნენ ბედის წერას, ამაყად შეხვდნენ მას და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ემსახურნენ აფხაზეთს ღირსებით და ზუსტად ესეთი ადამიანი იყო ბატონი ჟიული შარტავა. ჩვენ გვაქვს დიდი ფუფუნება ჩვენს თაობას და ზოგადად ქართველებს ყავდეს ესეთი ეროვნული გმირი. მე მიმაჩნია, რომ ამ დღეს განსაკუთრებით გასააზრებელია, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობას, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის კეთილდღეობას, ერთიანობას. ჩვენ გმირებს ჰქონდათ ოცნება, რომ ეცხოვრათ ერთიან საქართველოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოცნება აუცილებლად აგვისრულდება.